თავარი ამბავი ქვეყანაში ახლა არის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია. ეგრეთ წოდებულს იმიტომ ამბობ, რომ საგამოძიებო კომისია არ არის თავისი შინაარსი. საგამოძიებო კომისია არის ისეთი კომისია, სადაც ოპოზიცია ქმნის რაღაც ხელისუფლების ქმედებების პოლიტიკურად გამოსააშკარავებლად, ესე რომ ვთქვათ. ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმია. ხოლო ჩვენი საგამოძიებო კომისია არის ხელისუფლების ორგანო ოპოზიციაზე ზეწოლისთვის. ხელისუფლებას თუ დანაშაულების გამოძიება უნდა. მაგალითად 2008 წლის დანაშაულების გამოძიება უნდა. 2003-დან 2012 წლამდე საქმიანობის გამოძიება უნდა. 2025 წელს პარლამენტის საგამოძიებო კომისია არაფერ შუაში არ არის. მით უმეტეს თუ აი 2012-დან 2025-მდე შენიყავი ქვეყნის ხელისუფალი და ყველა საგამოძიებო უწყება, პროკურატურა, სასამართლო და ასე შემდეგ შენს ხელში იყო. მოგეხსენებათ, რომ საგამოძიებო კომისიებს ხელისუფლება დიდად არ წყალობდა მაინც და მაინც. აი მაგალითად წინათ საგამოძიებო კომისია წინა პარლამენტში იყო, არჩევნები გაყავდა თუ არა. იმ დროს იჯდა პარლამენტში ოპოზიციად გასაღებული პატრიოტთა ალიანსიდან შესული ევროსოცები, ევროპელი სოციალისტები, ბატონი ინჯიას ხელმძღვანელობით. ნომინალურად ეს ითვლებოდა, რომ ოპოზიციონერები ატარებენ იმას, რომ არჩევნები ხო არ გაყალბდა. ახლაც ასეა, მოგეხსენებათ, ახლაც ოღონდ ინჯია უმცროსი ჯუნიორი ზის ახლა ამ კომისიაზე, ოღონდ ხელმძღვანელი არის ქალბატონი თეატრულკიანი და ყველას ესმის, რომ ქოცები აკეთებენ პროკურატურის საქმეს, ანუ ქალბატონი თეატრ დანიშნული ყავთ მოსამართლედ ალბათ არა, უფრო პროკურორად ამ საქმის. რაც ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არის, რომ თქვენს რომ თუ ვინმე არ მოვაო ჩვენს კომისიაზე, რომ ახლახან შეიტანეს ეს ცვლილებები. ძალით მოვიყვანთ და ციხით დაემუქრენ იმ ხალხს, ვინც არ მოვიდოდა. და ახლა მაგალითად ასე არის ბატონი ხაზარაძე და ვიღაცები ციხის მუხარის ქვეშ. ოღონდ ისინი აჯერ არ მისულან. ციხის მუხარის ქვეშ თავისი შინაარსით ასევე აბსურდია, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ორგანოა, რაღაცნაირად პოლიტიკურ თემებს უნდა პასუხობდეს და თუ არ ცხადდება ვიღაც გამოძიებაში, შეიძლება ისედაც მიიყვანო იძულებით და პროკურატურით და სასამართლოთი გამოკითხო და აქ რა შუაშია. დაახლოებით ეს ისეთი ამბავია, რომ დებატებზე, პოლიტიკურ დებატებზე მოკავდეს ხალხი ძალით. და ერთის მხრივ წარმოიდგინეთ, რომ აი მაგალითად სრულიად დაბლოკილია ქართული ტელევიზიები, მედია საშუალებები და იქ ოპოზიციას არ ეძახიან. იმედზე, პოსტივზე, სადღაც. და ზუსტად იგივე საკითხებზე, რომელიც აქ დებატებზე უნდა ირჩეოდეს, ანუ რაც ახლა პარლამენტში ირჩევა, სინამდვილეში ეგ საკითხები უნდა ირჩეოდეს დებატებზე, ტელევიზიით. იქ უნდა დგებოდეს, იქ თუ რომ დანაშაულის სახელ განაცხადა, იქიდან შეიძლება გააგრძელო გამოძიება და ასე შემდეგ. ყველაზე მთავარი იცი რაში მდგომარეობს, რომ ძირითადად საქმეები, რომელსაც იკვლევენ, თავისი შინაარსით არის ხანდაზმული. მაგალითისთვის გეტყვით, აი ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძის საქმე. ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძის საქმე გუშინ უსმინე ხაზარაძეს ასევე და ნუ აი მაგ ძალიან სასაცილო ინტერვიუ ჰქონდა თარგამაძესთან. ვისაც არ გინახავთ ფორმულაზე ნახეთ და რა შევამჩნიეთ თუ იცით. შევამჩნიეთ რომ ხაზარაძეს შეუძლია სრულიად სერიოზულად ისე რომ ნერვები არ აუტოკლდეს ილაპარაკოს ტყუილების კასკადი. ანუ არის რაღაც საკითხები, რომელიც შენ ზუსტად იცი რომ ასე იყო და არის რაღაც საკითხები, რომელზედაც შეიძლება არ იცოდე რა ფიზიკურად და ხაზარაძე იმ საკითხებს, რომელიც შენ შეიძლება ზუსტად არ იცოდე, ლაპარაკობს ისეთივე დამაჯერებელი ტყუილებით, როგორც იმ საკითხებს, რომელიც შენ იცი. 100%-იანი იცი რომ ასე იყო და ამას უარყოფს, რომ აი მაგალითად მე არც ერთ ხელისუფლებასთან კავშირი არ მქონიაო. არავის არ ვაკონტაქტებოდიო. აი 90-იანი წლებიდან მოყოლებული სანამ ბოლო ჩხუბი მოვიდოდა ბიზნესთან, რომელი ხელისუფლება იყო ისეთი ხაზარაძეს რომ კავშირი არ ქონია. როგორ ხაზარაძემ ფული იშოვა ხელისუფლებასთან კავშირის გარეშე? პრომეტიც, TBC ბანკსო კაცი არ გამოუსახლებია სახლიდანო. ერთი 10 კაცი მარტო მე მინახავს ჩემთან მოსულა TBC-ის გამოსახლებული სხვადასხვა დროს. და ბოლოს საჯარო რეესტრში მუშაობდი და აღსრულების განკარგულებები. თქვენი აზრით არ შემხვდებოდა, რომელზედაც ან TBC-ის სასარგებლოდ იქნებოდა, ან რომელიმე დაკავშირებული კომპანიის. ან როგორ შეიძლება ბანკის მმართველი იყო კაცი წლების განმავლობაში და შენ ანაყობდე და იძახოდე რომ მე არავინ არ გამომისახლებიაო. ჩემს ბანკსო არავინ არ გამოსახლებიაო. აბა დეგენერატი ხო არ არის ხალხი ფულს ვინ გადაიხდის? მე მაგ TBC-ის კრედიტი ვთქვათ და არ გადავიხადო, აი მოусმინე ხაზარაძეს და მოусმინე და მივხვდი რომ აი ეკეთილი კაცი არ მასახლებს სახლიდან. ანუ რო არ გადავიხადო რა პრობლემა იქნება მაშინ. ანუ ბანკის სამართლებრივი იძულების მექანიზმი, რომელიც თელ სამყაროში არსებობს. თუ არ გადაიხდი, ძალით გადაგახტევინებენ. ამისთვის არსებობს. ამის უარყოფა ბანკის ხელმძღვანელისგან, რომელმაც წინა წელს 1.3 მილიარდი მოგება ნახა. ამ მექანიზმის გამოუყენებლობა, უარის თქვა ამ მექანიზმზე. უბრალოდ ყველაფერს ხო თავი დავანებოთ, ხო არარაციონალურია.
მე რომ ამ ბანკის მართველი ვიყო, ან მეწილე ვიყო სადღაც სხვა ქვეყანაში და უყურებდი ამას და ეს გიჟები ამას ლაპარაკობენ, რომ მე არავინ, ანუ არ უნდა ჩავთვალო ესენი უკიდეგანო იაფასიანი აფერისტები არიან. ან უნდა ჩავთვალო, რომ მიჩალიჩებენ, ჩემს ბიზნესს ანგრევენ. უნდათ რომ რაღაცა გავკოტრდე, ან რაღაცა ჩალიჩობენ, იმიტომ რომ თუ ბანკია თავისი შინაარსით, გამოსახლების ინსტრუმენტი როგორ შეიძლება არ ქონდეს. ხა მე ამას როცა საუბრობ ჯერ, მე კიდე სხვა რაღაცებს ვამბობ, რომ არაფერ შუაში არ ახარ. სამდროში მარტივად იყო ამბავი. საქმეების, რომელშიც ხაზარაძე აქამდე გარეული იყო წინა ხელისუფლებასთან, მაგალითად მე ვიცი, რომ ელექტრონიკის საქმეში იყო გარეული თბილისი. ასევე ჯერი გარდაუბარებიათ. მაგნატის საქმეში იყო ასევე, რასაც ახლა გუშინის საწოდავი კაცი, რომელსაც როგორც წინა ხელისუფლებამ ქონება წაართვა, ისე ეს ხელისუფლებაა დამნაშავედ არ დაბრუნებაში. და უბრალოდ ეს კაცი მე შემხედრია სადღაც, ანუ ვიცნობ ამ კაცს, ეს საქმე მისგან მაქვს მოსმენილი. ახლა კი არა დიდი ხნით ადრე. და როგორ აი ისეთივე დამაჯერებლობით საუბრობ, რომ არაფერ შუაში არ ახარ ამ საქმეებთან. როგორც საუბრობ, რომ არასოდეს არც ერთ ხელისუფლებასთან არ გითანამშრომლია. აბა ბიზნესთან რა გინდოდა შეხვედრაზე? აი 30 ბიზნესა რო იძახდა 30 მილიონი ემასქენიო რაღაცა. დავა გადაუწყვიტეო რაღაც თემასთან დაკავშირებით ხარ მინდა შემეშალო. არავინ თბილისის ბანკს არ გამოუსახლებიაო. ხო და აი მე ამბობ, რომ არაფერ შუაში არ ვარო. გასაგებია ჩვენ ვიცით რომ ხანდაზმული იყო ეს დავები და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ის ძველი საქმის ამოქეკვა რითაც გაასამართლეს ესენი რომელიც აბსურდი იყო თავისი შინაარსით აბსურდი იყო აბსურდთან ქონდა საქმე და სწორედ იმიტომ თავის დროზე ამით რო არ დავად ხაზარაძესთან ხანდაზმული დავებით ამიტომ დაუწყეს მაგით დავა რომელიც აბსურდი იყო მე რასაკვირველია მაინც საბოლოო ჯამში არ ჩასვეს ეს ხო აი ძალიან გასაგები ამბავია. ყველას ესმის რომ ხაზარაძე ყველა ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. სამდროში ფულს აკეთებდა ყველა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. ბიზნესთანაც თანამშრომლობდა და ბოლოს უბრალოდ არ ვიცი შეთანხმდნენ თუ იჩხუბეს, ახლა ამაზე დისკუსია სულ მიმდინარეობს, ესენ დეგენერატები არიან თუ მოსყიდულები. ფაქტია რომ მილიონობით, ასეულობით, მილიონობით ლარს გუშინ ჩამოთვალა ბიზნესები ხაზარაძეს, რომელიც აქვს საბანკო ბიზნესი, სადაზღვევო ბიზნესი, ტანსაცმლების და ფეხსაცმლების ბიზნესი, ბატა და მთელი ეს ამბავი. სამშენებლო ბიზნესი ლისზე და მთელ ქვეყანაში სხვადასხვანაირად სადაც აშენებს თვითონ და მასთან დაკავშირებული კომპანიები. და უბრალოდ ამ ქვეყანაში სადაც ჩვენი აი გირჩის თვიური შემოწირულობა 20-25,000 ლარია და მართლა რას არ ვაკეთებთ სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს გადაცემები ფიზიკურად თუ იქნება ეს სხვა ტიპის ადამიანებთან, როგორ გითხრათ, ნარკომომხმარებლებთან დახმარება სხვადასხვა ფორმით. მარტო ჩვენ ვიყავით ხალხი, რომელიც გარკვეული ტიპის ინტერეს ჯგუფებს იცავდა და უბრალოდ ადამიანი არ მოსულა, თბილად არ მოუკითხივართ და ვიცით, ვინც მოსულა, იმას უთქვამს, რომ აი გეხვეწები და აქ რო ვიყავ ის არ ახსენო. აი ესეთი შიშიროა ამ პირობებში. მე ამაზე ხო არ დავდო თავი, მაგრამ დაუბრუნდეთ საგამოძიებო კომისიას. აი ეს კონცერტი არ მოწყობილი, სადაც აი ფიზიკურად ის ამბავი ირჩევა, რაც უნდა ირჩეოდეს ტელევიზიებში. ტელევიზიები დაბლოკილია და ძალით მოკავს ვიღაცა, მე შენ უნდა გაგაბანძო. ანუ წულკიანის თელი ამოცანა და ქოცევის თელი ამოცანა არის, რომ მე შენ ახლა უნდა გაგაბანძო. და მეორე ამოცანა ის არის, რომ არასოდეს სხვა თემები არ იყოს. გარდა იმ თემებისა, რომელიც კონტროლირებადია თავისი შინაარსით, აი რავი, ხაზარაძის და ქოცების ჩხუბი, ნაცების და ქოცების ჩხუბი და ნუ რაღაცა ხალხი, რომელიც ზოგი არის გამოყენებული ინსტრუმენტად, აი როგორც მაგნატის ადამიანი, რომელსაც რავი თუ დაბრუნება გინდათ, რატო ვერ უბრუნებთ, კაცო? რავი, თავის დროზე წაართვა, თქვა კეზერაშვილმა, რასაც რა ნარატივსაც აწვევით. მაგრამ დღეს ხო სხვისია. ანუ დღეს ხო თქვენზე გადმოვიდა ეს და დაუბრუნეთ. რატო არ დაუბრუნა? მაშინაც ხო იგივე იყო სასამართლო. როგორ შეიძლება მართლა მურუსიძის და ჩინჩალაძის და მაყინდროინდელი სასამართლოს დაბარების გარეშე ეს საქმეები არჩიოთ? რა შუაშია პოლიტიკოსები, კაცო, მოსამართლეებზე ვინახდნენ და ზეწოლას. პროკურორებზე ვინახდნენ და ზეწოლას. პროკურორები ხო დადიოდნენ და ხო დღესაც არიან იგივე პროკურორები. ხო და მე ისი თქმა მინდა იცით, საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში რაც წარმოადგენს პრობლემას, ყველას მხრიდან პირველი დავიწყოთ ხელისუფლებიდან და მე გეტყვით რამდენს აქვს ეს პრობლემა. არის რომ ყველაფერი ფეიკია. საგამოძიებო კომისია ხო ფეიკია. იმიტომ რომ თუ საგამოძიებო კომისიობა გინდა, შენით უნდა დაიწყო. შენით უნდა დაიწყო. პირველი უნდა იყოს შენ. უნდა ამბობდე რომ აი ჩემს სისტემაში ვიპოვე ხალხი, რომელიც იმ პერიოდში პირდაპირ საქმეში მონაწილეობდნენ.
იქნებიან ესენი მოსამართლეები, პროკურორები. ეს ორი ხო ნაღდად არსებობს, რომელიც იმ პერიოდში ამ საქმეებზე მონაწილეობდნენ, რასაც ახლა იძიებ. ამ ხალხის დაცინვას თუ არ არის შენი მიზანი, იმდეს რომ იყო მოწვეული მაგნატის დირექტორი და კიდე სხვა ხალხი. უბრალოდ თუ არ დაცინი ხარ ამ ხალხს. ან თუ არ გაურიგდი რომ ორ კაპიკს გადმოგიგდებ, ახლა მოდი ოღონ ნაცების და კოცების წინააღმდეგ ჩვენება მიეცი საჯაროდ. შენს ხო შეგეძლო უფრო ადრე სამართლებრივების აღდგენა რო იძახდნენ, რავია, ბევრი ადამიანი ვიყურებს ახლა ჩვენ, რომელსაც იმ პერიოდიდან მოყოლებული ნაცებმა მართლა მიაყენეს გამოუსწორებელი ზიანი. ეგ ხალხი ხო დაგებარებინათ, რავი, აქამდე დაგესაჯათ საკუთარი მოსამართლეები და პროკურორები და ზიანის ანაზღაურება მიგეცათ იმ ხალხისთვის, ვინც დაზარალებულია. ეს ხო ძალიან მარტივი ამბავი იყო. ამის გაკეთება ხო პირველივე თვეებში იყო საჭირო და აუცილებელი. თუ ამის გაკეთება გინდოდათ. მაგრამ არა ფეიკია, სინამდვილეში იმისთვის რომ ყურადღება არ გადავიდეს, ხალხი უბრალოდ არ გამოიღვიძოს და ახალ-ახალი დაძაბულობები შემოდიოდეს, ხალხი არ დაორგანიზდეს არაფერზე, არც ერთ იდეაზე. არჩევნებმა ისე ჩაიაროს, რომ ვიღაცამ პროტესტები გამოაცხადოს და უბრალოდ აჩუქონ ქალაქები და ქალაქის მერიები თუ იქნება საკრებულოები კოცებს ხალხმა. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ეს კონცერტი, რომელშიც უბრალოდ უნდათ ბევრი ადამიანის ჩათრევა. ითრევენ ვითომ დაზარალებულებს, თავის დროზე დაზარალებულებს, თორე მართლა დაზარალებლად თუ გონია კაცო, ხო იცი რა არის გასაკეთებელი დაზარალებულზე რა შუაშია, ტელევიზორში გამოჩენება. დაიბარე პროკურატურაში ისიც, დამზარალებელიც, ვინც ხელს უწყობდა, მოსამართლე პროკურორი და რა მარტივად მორჩები ამ ისტორიას, რა პრობლემა არის. მაგრამ აი ტყუილი და ფეიკობა, რაც მოწყობილია ზოგადად ქვეყანაში ამ თვალსაზრისით, მიზნად ისახავს არა მართლა ნაცების დროს ჩადენილი დანაშაულის გამოსწორებას, არამედ მიზნად ისახავს კონცერტის და სპექტაკლის მოწყობას იმ ხალხისთვის, გულის მოსაფხანად, ვინც ვითომ ნაცების დროს დაზარალდა და ამავდროულად ახალი დისკუსიებისთვის ხელი შეშლას. ზუსტად იგივე ამბავი არის, აი მაგალითად, ვინც დაიბარეს ხაზარაძის მხარეს. რა, ხაზარაძე იმის ნაცვლად, რომ მე ხელისუფლებასთან არავისთან არ თანამშრომლია, ვის ატყუებ მართლა? ამ სერიოზული სახით ამ ხელა კაცი რო ბოდავ. ვის ატყუებ რა ხაზარაძეს ხელისუფლებებთან არ უთანამშრომლია, როდის ყოფილა ბიზნესი და ხელისუფლება ამ ქვეყანაში შეკრული არ ყოფილიყო. ვის არ ესმის ეს? ვის არ ესმის ეს? ბოლოს და ბოლოს მე მიმუშავია სახელმწიფო უწყებებში და ვიცი TBC-სნაირი ბიზნესები როგორ ურთიერთობს სახელმწიფოსთან და ვიცი რომ ის ალაგებს საქმეებს და არ დადის ყველაფერზე სასამართლოზე, არც უნდა დადიოდეს კაცო რა შუაშია ეს. მაგრამ მთელი 90-იანი წლებიდან მოყოლებული მხედრიოსო მე ვაყრის არ აქვს ხაზარაძე რომ ამბობს რომ მე ვარო მხედრიონი მემუქრებოდაო და მაშინო არ შევშინდიო მართლა ხო და აი წარმოიდგინეთ აი ამას რომ აი ასეთ ბოდვებს რო ეუბნები საკუთარ მოსახლეობას ნაცვლად იმისა რომ თუ ხოცების დამარცხება გინდა მართლა აღიარო რომ ამ ქვეყანაში ბიზნესი არასოდეს ყოფილა თავისუფალი სულ ექვემდებარებოდა ხელისუფლების ნებას სულ იმას აკეთებდა რაც ხელისუფლებას უნდოდა. არასოდეს არ მიდიოდა ხელისუფლების წინააღმდეგ და ყოველთვის მონაწილეობდა ამორალურ ან უკანონო გარიგებებში. აი ეს რო აღიარო, აი ეს ცოდნა, უნიკალური ცოდნა, რომელიც შენ გაქვს სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დაგროვილი. გამოიყენო იმისთვის, რომ შენი, როგორ გითხრა, პოლიტიკური ცოდნი თუ რაც ქვია ამ გამოცდილებით მომავალში რო არ დაუშვა ასეთი ტიპის შენ ხო გესმის რა პრობლემებზეა საუბარი. და ამ პრობლემებიდან გამომდინარე მომავალში იგივე არ დაემართოს ამ საზოგადოებას, შენი პოლიტიკური მოღვაწეობა ამას მოახმარო, რომ მომავალში ეს არ დაჭირდეს არავის. სანამ ამას არ აკეთებ და შენ უბრალოდ აკეთებ იმასაც ხოცებს აწყობს. ახლა მე რო ვიფიქრო რომ შენ მაგათთან გარიგებული ხარ, რა პრობლემა არის. ბატონმა ნიკა მელიამ გუშინ გააკრიტიკა ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მივიდა კომისიაზე, არ ვიცი, იმიტომ რომ შეეშინდა, იმიტომ რომ გარიგებულია, მოკლედ ეს სხვა ამბავია. და წამოაძახა რომ 2000 როდის იყო 2021 წელი 22 მიშა რომ დაიჭირეს. მე მგონი მარტო მაქიდან არ იწყება თან ეს ურთიერთობა ხოცების და ვაშაძის. თუ გახსოვთ პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხზე იყო პირველი რომელმაც სია ჩახსნა და მე თვითონ შევიდა პარლამენტში. ალბათ იქაც იყო რაღაც ტიპის ურთიერთობები, მაგრამ მაგას ახლა მე თავს ვერ დავდებ. იყო თემა რომელიც მე დაწერა რამდენიმე ადგილას დაიწერა კიდეც, რომელიც პოლიტიკურმა სპექტრმა ისედაც იცოდა რაღაც დონეზე, რომ გრიგოლ ვაშაძე იყო მომლაპარაკებელი მიშა სააკაშვილსა და ბიძინას შორის, რომ მიშა გამოეშვათ, იმ პირობით, რომ გრიგოლ ვაშაძე ჩაიბარებდა ნაცებს და ნაცები გადავიდოდა ასე ხოცების ფლობელობაში. ეს არის ჭორის სრული ვერსია. ამ ჭორის მიხედვით ბიძინას მოელაპარაკებოდა ვაშაძე მიშას გამოშვებაზე და ბიძინას თხოვდა მას, რომ შენ ჩაიბარე ნაცები, შენ ჩემი კაცი ხარ, შენ გენდობი, ჩვენ ადრე კაი თანამშრომლობები გამოგვივიდა. კაი თანამშრომლობები გამოგვივიდა, მე მგონი აი კაკრას იმ პარლამენტში შესვლაზე იყო. ნაცები თვითონ ნაცებიდან მოდის ეს ჭორი, რომ რაღაცა ღვინის ბიზნესი ქონდა ჩაწოლილი ვაშაძეს და ბიძინა დაეხმარა ჩინეთში ღვინის გატანაზე. ეს არის ჭორის სრული ვერსია და ამ დროს ამას არ დაეთანხმა მელია, იმიტომ რომ უთხრა რომ გატყუებენ, მიშას მაინც არ გამოუშვებენ და პარტიის ხელში ჩაგდება უნდა და ასე შემდეგ.
მაშინ თუ გახსოვთ რომ ვაშაძეს თავაზობდნენ პოლიცსაბჭოს ხელმძღვანელობას თუ რაღაცას. მერე უცბად ეს ამბავი ჩავარდა და მიშას გაშვებაც ჩავარდა, ეს იმ ტრიფის ნაწილია, სადაც შალვა ხაჭაპურიძე იყო ასევე მიშას ადვოკატი, ასევე ბიზნესთან მაშინ და ხოცებთან დაახლოებული ადვოკატი და ასეთი ტიპის ვერსია იყო, რომ მოდი პარტიას ჩაგაბარებთ ნაცებს და ბიშა გამოუშვით. ჩვენ აქედან გამომდინარე ვინაიდან ეს სწორი ვიცოდით, სულ ვიძახდით რომ ნაცებს ხოცები მართავენ. გადააგდეს მიშა თუ გახსოვთ აი ჩვენ შეიძლება თავიდან მომდე შეკრულის არ გვეთქვა, მაგრამ адам თვითონ დაიწყეს ამას საუბარი. მაგრამ აი ესეც ხო სანახევრო ამბავია. აი შენი როლი ამაში ხო არ ყოფილა ნათქვამი. აი პირობითად რას ამბობს ნიკამელია. ანუ ოკეი, ეს თქვა, მაგრამ შენ რა ქენი ამ დროს? შენ ხომ და გააგრძელო მოყოლა და თქვა რომ მე გაუწიე წინააღმდეგობა ამას, მე არ მინდოდა ნაცების პარტია ჩავარდნილიყო ხოცების ხელში, შეუშალე ამას ხელი და მე ამის გამო გამაგდეს. აი ეგ ხო შეიძლება თქვა. ან პირიქით რავი შეიძლება შენ შესთავაზე შენი მომსახურება. და თქვა რომ გააგდეს და ახალი რომ მოვიდა, შენ რო გაგაგდეს ის ასევე ხო შეიძლება ზუსტად ისევე ყოფილიყო მოსყიდული და გადაბირებული ის გუნდი ამ შემთხვევაში, როგორც ვაშაძე, რომელსაც შენ უწევთ, ანუ მიშა რო გამოვა მე ვიტყვი, ანუ 9 წლის მერე ვიტყვიო შვილიშვილებს მოუყვები რა ხდებოდა მაგ დროს. ანუ ეს მეორე ტყუილი. ასევე მაგალითად აი ჩერგოსთან რაზეც ჩვენი ერთი ტყვირა რო იწყებლება. რაც შევახსენე ზოგადად, რომ ჩერგოს ხო აქვს, ჩერგოს პარტიას ყოველ შემთხვევაში აქვს უნიკალური გამოცდილება. ერთ-ერთი პირველები არიან, ვინც მიეყიდნენ ბიზნესს. ანუ როგორც აი ახლანდელ არჩევნებზე რაც გვარამიამ გააკეთა თავისი შინაარსით, იგივე გააკეთა ბუკერიამ 2016 წლის არჩევნებზე. არჩევნების მერე 27 თუ 28 კაციანი ფრაქციიდან დატოვა 21 წაიყვანა თვითონ 21 ნაცი და 6 დაუტოვა მიშას. ეს ხო ფაქტია. როგორც ნაცებიდან გამოსული ამბავია ასე. მე ახლა იმას არ დავდებ თავს, რომ მე ვნახე ბუკერიას როგორ უცვლდა ხოცები მეუბნებოდნენ. ბევრჯერ უთქვამთ, ხოცებს ფასიც უთქვამთ. რამდენი გადაუხადეს ბუკერიას, რომელიც დაიხარჯა დათო ბაქრაძის არჩევნებზე. ეგეც უთქვამთ. მაგრამ მე ხო ხოცების დათქვამს არ გავიმეორებ. მე ვიცი შენი საქმე რა. საქმე შენ მან წარმოგაჩინოსო. ეს საქმე იყო ის, რომ კეზერა მთელი 16-დან 19 წლამდე, შეიძლება 20-მდეც. ჩვეულებრივად ამუშავებდა კოლ-ცენტრებს საქართველოში, რომელიც სუსმაც არ იცოდა და ასევე ჩერგომ არ იცოდა. ეს ხო ცოდნაც არის, ანუ იმისთან შენ გრეხთან ერთად. რომელიც არავის არ უნდა თავის გრეხებზე ბაზარი, მაგრამ თავის გრეხებთან ერთად ხო ცოდნაც არის, რომ როგორ ფუნქციონირებს, რომ ხალხმა გაიგოს. როგორ ფუნქციონირებს ხოცების მოსყიდვის სისტემა, როგორ ებრძოდნენ ისინი ნიშას თავის დროზე. შეიძლება შენ შეცდომა დაუშვი და მე ჯერა რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ შეცდომა დაუშვი, ხაზარაძემაც კითხვა გუშინ, რომ მე შეცდომა დაუშვიო, ბიზნესთან რომ მივედი ერთხელო. ბიჭო, სანამ ბიზნესთან მიხვედი, სანამ პაემანზე დაკპატიჟებენ და სახში ახვალ ვიღაცასთან. მანამდე ხო პროცედურებია და ის პროცედურებს რატო არ ყვები? იქამდე როგორ მიხვედით? მე ხო არ ვსულ ბიზნესთან სახში. რაღაცა ხო საჭირო მანამდე რომ მიხვიდე იქამდე. მაგას რატო არ ყვები? ახლა მე შემიძლია ჩამოვყვე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და გითხრათ რომ აი ყველა მათგანი რაღაცა საუბრობს სხვაზე. გახარია რაღაცა საუბრობს სხვაზე, მაგრამ არ ყვება თვითონ როგორ გახდა პრემიერ-მინისტრი. რა პირობები აქვს ბიზნესს, რა პირობას ეუბნება თავის პრემიერ-მინისტრებს, რო ნიშნავს, რას ეუბნება თქვენო, რა უნდა გააკეთოთო? რაში უნდა დამიჯეროთო, რა დონის თავისუფლება გაქვთო, რა დონის არ გაქვთო, ეს ხონდა ითქვას. ანუ ხონდა ვიცოდეთ პირობითად, რომ რა არის პრემიერის კომპეტენცია და რა არა, რისი უფლება მას არ აქვს. გახარია ხონდა ყვებოდეს, რისი უფლება არ აქვს. ზოგადად მიუხვდით, გასაგებია, რომ ამ რაღაცებს მიხედვით ბიზნესს გიდება მოსულა. იმიტომ რომ ამით უნდა დააჯერო ხალხი, რომ შენ ებძვი ბიზნესს, აი ბრძოლებში ხარ. მაგრამ რაღაცის უფლება არ გაქვს. იმ შეთანხმებების შედეგად რა შეთანხმებების ხოცებთან გაქვს დადებული. რა შეთანხმებაა ეს? ეს არის ჩემი აზრით თავარი. და ეს არის ის ცოდნა, რომელიც გააჩნია იმ ხალხს, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ხოცებთან შეთანხმებული. მე ჩამოგითვალეთ ის ხალხი სხვადასხვა დროს იყო ხოცებთან შეთანხმებული, მათი საქმე ადასტურებს ამას. ჩერგო რო ყვირო და ცილის წამებას აქ ადგილიო, დანაშაულს გვაბრალებო. ხოცებთან შეთანხმება და გადახტომა დანაშაული რო იყოს, მთელი პოლიტიკური სპექტრი დამნაშავე იქნებოდა სისხლის სამართლის წესით. არ არიან ისინი სისხლის სამართლის წესით დამნაშავეები, ანუ ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადახტომა, რომ დანაშაული იყოს ამ ქვეყანაში, ჩვენს გარდა ყველა დამნაშავე იქნებოდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პარტიიდან პარტიაზე გადახტომელის მეტი რა არის? უბრალოდ ზოგი ფარულად ხტება, ზოგი ღიად ხტება. ზოგი ფარულად აკეთებს ხოცების საქმეს, ზოგი ღიად აკეთებს ხოცების საქმეს. ხო და ვინც ფარულად აკეთებს, იმას არ მოეთხოვება ღიად აკეთოს. ჩემი აზრით, მათ აკრძალული აქვს ამ შეთანხმებებზე ლაპარაკი. შენ შეგიძლია ბიზნეს აგინო, მაგრამ ესეც შეთანხმების ფარგლებშია და შეთანხმებიდან გამოსვლა იწყება მაშინ,
როდესაც შენ იწყებ აღიარებას, რომ მე კოცებთან ვიყავი შეთანხმებული, ამის თქვის უფლება არ გაქვს. და სწორედ ამიტომ არ აკეთებს ამას არავინ. თორე ვიღაცას როგორ არ მოვიდოდა თავში აზრად, რომ რაღაცნაირად წარმოედგინე ზიხარ გვალ მაგიდასთან და იცი რომ ყველა კოცებთან სხვადასხვა შერო, სხვადასხვა კონტაქტ პერსონა ყავდეთ, კურატორი. მაგრამ ხო ყველა კოცებთან შეთანხმებული ვით იქცევა. და ხო თავსხვა დაიქლიავებენ ახლა, რომ აი რავი მაგალითად ერთი ბოლო პარტია რაც დამრჩა 4 ნომერი გვარანიას პარტია. ამდენი ძახეს გილაური გვაფინანსებსო და რავი გუშინ ტკბილ მოუბარი და მომღიმარი ბატონი ირაკლი გილაური ნახეთ ყობახიძესთან. ნანუკა ჟორჟოლიანიც კი აკრიტიკებდა მის თავარ დონორს. ამას როგორ შეიძლება ერთი რაღაცა კრიტიკით პოსტით ასე შემდეგ გატარდეს და არაფერი ამას არ მოყვეს. როგორ აი ვიღაცამ ხონდა თქვას რომ უი ჩვენ თურმე ვწდებოდით. თურმე ჩვენი დონორი არ ყოფილა თლად სანდო ამ გაგებით, იმიტომ რომ ნუ ახლა ის თუ კოცებთან ასე კურკურებს ჩვენს ამ ფულსაც რაღაც პირობა ხომ მოყვებოდა. ამ ყველა ფულს მოყვება პირობა. მე ზოგადად არ შემხედრია ფული, რომელსაც ვინმე მოსულა ჩემთან და ბევრი ადამიანი მოსულა ჩვენთან ფულის შეთავაზებით, მაგრამ სულ მოყვებოდა რაღაც პირობა. ხო და ეს პირობა ზოგადად ისეთი იყო თავისი შინაარსით, რომ ადრე თუ გვიან ეს გამოიწვევდა ისეთი ტიპის პრობლემებს, რომ რაღაცის თქვა მოგერიდებოდა. ანუ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ღია დავიღო ფული ვიღაცისგან. ნიშნობა რა, აი თქვენ რომ ვინმე კოცი როგორიათ, 100%-იანი კოცი როგორიათ. ბიძინა რომ მოვიდეს ჩემთან და მითხრას რომ ფულს გაძლევ პირობა არ მოყვება და ეს საჯაროა ეს ფული, ის რომ პირობა არ მოყვება საჯაროა, რა თქმა უნდა ფულს ავიღებ, რა პრობლემა მაქვს. მაგრამ ყოველთვის ეს ფული ხო არ მოსულა აქამდე. ყოველთვის ამ ფულს მოყვება პირობები. თუ ჩვენ გვინდა გაჯანსაღება ქართული პოლიტიკური სპექტრის, იმ ხალხს, ვისაც ფული აქვს აღებული და ნუ ახლა ვის აქვს ფული აღებული, თქვენ ყველა მიცით ძალიან კარგად. ამ ხალხმა თავისი შინაარსით უნდა დაიწყოს ამის აღიარება, იმიტომ რომ მთელი პრობლემა ამაში მდგომარეობს, რომ კოცებმა მოახერხეს ის, რომ საყოველთაო ტყუილი დაამკვიდრეს ქვეყანაში. ანუ ყველა საბოლოო ჯამში მხოლოდ ტყუილს ლაპარაკობს, იმიტომ რომ ყველას რაღაც ტიპის გრეხები აქვს. ეს ეხება ყველას მართლა აი შავი გაგების ხალხი როა, კოცებთან რო თანამშრომლობდა წინასაარჩევნო და გუში რო დაიჭერეს ვიღაცები, მაგათისაძმო. იმითი ნარკომომხმარებლებით დამთავრებული. აი პროგრამაში რო არიან სადღაც. ესენი ყველა დაჭერილი ყავთ, იმიტომ რომ რაღაც ტიპის ტყუილი დევს სადღაც, რომლის აღიარება არ შეუძლია, როგორ გითხრა იმას შავი გაგების წარმომადგენელს. აი ზუსტად იგივე გრეხია ის მაგისტვის რო აღიაროს, როგორც რავი ხაზარაძეს რო იმის აღიარება უჭერს, რომ ხანდაზმულია ეს ვადები, თორე იქ გარეული იყო იმ საქმეებში. გესმით, ანუ აი ზოგადად ასეთი ტიპის ტყუილებით ვიმართებით. და მთელი პრობლემა ამ საზოგადოების ის არის, რომ ამ ტყუილების დანახვა არ შეუძლია. ამ ტყუილების მსხვერპლია როგორც შავი გაგების ხალხი, როგორც ნარკომანები, როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე ტელევიზიები. აი თქვენ რო ყველაზე პატიოსანი ჟურნალისტები გგონიათ და მოგწონთ რაღაც ისინიც ამ ტყუილის მსხვერპლი არიან, ამის აღიარება არ შეუძლიათ. ყველაფერზე გელაპარაკება, ბიზნეს აგინე, მიშას აგინე, პრობლემა არ არის. ილაპარაკე რაღაც პრობლემებს, მაგრამ აი ტყუილი, რაზეც დგას და რომელიც იცი რომ ტყუილია, ამის აღიარება არ შეგიძლია. და ეს არის ისეთი ტიპის ამბავი, რომ შენი შეთანხმება ის არის, რომ აი ეს ტყუილი არსებობდეს. სანამ შენ ამ ტყუილს არ აღიარებ და მას გვერდსული სანამ გახარია არ ლაპარაკობს თავის ძველ პრემიერ-მინისტრობის დროინდელ გამოცდილებებს, სანამ ვიღაცა ამას არ აკეთებს სხვაგანაც, მანამდე საფრთხე კოცებს არ ემუქრებათ. კოცებს საფრთხე არ ემუქრებათ მატყუარებისგან. ეს ტყუილი მათი კომპრომატია. და შენ თუ გინდა რომ გამოხვიდე აქედან, თუ გინდა რომ რამე ახალი დაიწყო, ამ კომპრომატის დაძლევა შეძლო შენივე აღიარებით, შენივე გაიასნებით ქართველ ხალხთან. და სანამ ამას არ იზამ, მანამდე არ შეიძლება ნდობა, იმიტომ რომ რავი, როცა იცი ვიღაცამ, რომ შენი გრეხი იცის, უდევს, კომპრომატი უდევს. შენც იცი ეს კომპრომატია და შენ თვითონ არ წვავ ამ კომპრომატს. არ კლავ ამ კოზირს, რომელიც ხელში უჭირავს შენს მოწინააღმდეგეს, რომელსაც ვითომ ებრძვი. მანამდე ხო არანაირი პერსპექტივა, არაფერ შუაში არ არის, არაფერთან. ხო და აი ჩვენ მე მგონია რომ ამით უნდა დავიწყოთ, ჩვენ უნდა დავიწყოთ იმითი რომ ადამიანები, რომლებიც ამ დიდ ტყუილში მონაწილეობენ, მარტო გინებით კი ნუ იქნებიან, ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ ამიტომ ვერ ჯდება ჩვენთან ვერავინ სადებატოდ. ამიტომ არის დახშული სადებატოს სივრცე. იმიტომ რომ ყველას უდევს ერთი ტყუილი უკან, გუდა ტყუილის. იცის რომ ამის ხსენება არ უხსენებელი დევს, რაღაცა ვერ მიეკარები, რაღაც ადგილია ვერ მიეკარები. და როგორც კი ვინმე ეხება ამ ადგილს, მე მგონი სანდრომ თქვა სადღაც რომ ორი ვიღაცა თან ხდებაო, დებატებსო ჩვენთანო სხვადასხვა არგუმენტითო, ერთიო ჩერგო, იმიტომ რომ გიჟიაო და მეორეო ალტიფო, იმიტომ რომ უვიცები არიანო. და 100%-იანია.
როგორ შეიძლება ჩერგოსნაირი ადამიანი ეთანხმებოდეს ჩვენთან დებატებს და იმ ორ კითხვას, აი იმათ თანამედროვე დღევანდელთან არათანმედროვეობას თავი დავანებოთ. უბრალოდ ორი კითხვა, რაც მას რაზეც ის ავარდა. წარსული იმასთან, ბიძინასთან და კეზერასთან ერთად, რომელშიც ლიდერი მისი ქმარი იყო და ხო, თან რაც ყველაზე მთავარია, არ ვარო ისო, რა ქვია, მე სხვა ახლა ფედერალისტი ვარო, იმაში არ ყოფილა ევროპულ საქართველოსიო. თუ გახსოვთ, ევროპული საქართველო რისთვის გასკდა? ორი სია შეიქმნა, ერთი ჩერგოსია, მეორე ბოკერიასია და ჩერგო ორივეში იყო. და უბრალოდ პარტია დაიშალა, იმიტომ რომ პირველ მეორე არ იყო გიგა ბოკერია და ჩერგო, პირველ მესამე იყვნენ. იმ მეორე სიაში რაც გავიდა და ამიტომ პარტია დაშალეს და პოლიტიკაში როგორ არ იყო? უბრალოდ ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ხო წარმოიდგინეთ რომ აი ამ ყველაფრის გადაფარვას, ანუ ერთადერთი ბრძოლის გზა ამ ყველაფრის გადაფარვის ჩვენთან არის ის რომ წივილ-კივილი ატეხოს, ვიღაცამ ლანძღვაგინება ატეხოს, ან არ გალაპარაკოს შენ რამე სხვა ფორმით, ახ მელიას ფორმა ხო ნახეთ. ჩერგოს ფორმა განსხვავებულია, მაგრამ შინაარსობრივად იმანაც მელია ჩაატარა და ნებისმიერ დანარჩენი უბრალოდ არ მოდის. თორე რომ მოვიდეს დანარჩენი, ზუსტად იგივე მოუწევს, იმიტომ რომ როგორ ახლა რომ მოვიდეს ხაზარაძე, ხო დავუდებთ იმ ფაქტებს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. ხო დავუდებთ, ანუ ხო მოვიფიქრებთ ამას. ჯერ ერთი ხო არსებობს კაცო, რომ ხალხს მართლა სესს აძლევდნენ ციხეში რო იჯდა ისეთ ხალხს. ხალხი ციხეში იჯდა, დაჭერილი, პროკურატურას ყავდა დაჭერილი და წილებს იფორმებდა TBC ბანკი. ხო ვიცით ეს? ანუ აბა რაზე მიდის ეს საგამოძიებო კომისია? უბრალოდ ხანდაზმულია, გესმით? ახლა გაახსენდათ კოცებს. მანამდე დალაგებულები იყვნენ. აბა მანამდე რატო არ გაახსენდათ? არავისთან არ დალაგებულოა რო იძახის. აბა მანამდე რატო არ გაახსენდათ? ახლა მაგნატის კაცი მე-15 წელს რო იბარებენ, რამდენი კაცი მოკვდა, ეგერ ხარძიანის შვილია დაბარებული. თვითონ კაცი გარდაცვლილია. რატომ? ანუ მანამდე სად იყვნენ თუ დალაგებულები არ იყვნენ? ხო და წარმოიდგინეთ რომ აი ეს ტყუილის გუდებია ქართულ პოლიტიკაში და ქართულ პოლიტიკას ეს ტყუილის გუდები ახშობს. და ამას დამატებული ქართული საზოგადოება, რომელიც აი უბრალოდ ამ ტყუილების ჭამაშია გართული და ჩვეულებრივად აი მედია საშუალებები აქვს მატყუარებს. ოღონდ ვინაიდან ისინი ერთმანეთთან ვერ დაჯდებიან, რო გაბრაზდნენ ერთმანეთ რამე არ წამოაძახონ, ყველას აქვს თავისი ტელევიზია. ქოცებს თავისი, ნაცებს თავისი, ლელოს თავისი, გვარამიას თავისი, ყოველთვის ახლა ლელოს და ქოცებს აქვს, მეგორი მარტო, იმიტომ რომ რასაც უყურებ ფორმულაც ხაზარაძეს აქვს ნაყიდი, ჩემი წარმოდგენით. მას შემდეგ რაც როგორც ამბობენ კეზერა გავიდა ამ ბიზნესიდან. თუ ჩვენ გვინდა როგორც საზოგადოება გამოვიდეთ, აი ეს გუდები უნდა გავხსნათ. მე ვერ ვხედავ გზას, რომ ეს დაიფაროს, იმიტომ რომ იმდენმა კაცმა იცის, იმდენმა ანუ ჩათვალეთ რომ სამზარეულოში ამას ყველა ლაპარაკობს, როგორც კომუნისტების დროს ლაპარაკობდნენ რეალობაზე, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს საჯაროდ. იმიტომ რომ საკუთარი ტელევიზიები დახშული აქვთ. მაგრამ სანამ ამ გუდებს პირს არ მოხსნით, მანამდე ერთი ამუღრევა უნდა მოხდეს. სანამ ეს ამუღრევა არ მოხდება, ჩემი აზრით არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ ყველაზე ასეთი ტიპის კომპრომატები არსებობს, ხოცები როცა უნდა მაშინ დაიწყებენ, როგორც ახლა დაიწყეს საგამოძიებო კომისიებით ამ კომპრომატების ნაწილის გამოყრა, მაგრამ არსებობს რაღაც უთქმელი ამბები. ხო და ან ეს ხალხი, რომელთაც ასეთი ტიპის გამოცდილება აქვს, ასეთი ტიპის ისტორია აქვს, უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, ან უნდა აღიარონ და ეს თავიანთი როგორ გითხრათ, ქვეცნობიერში დალექილი შიშები, ესე დავარქვათ ფროიდისტულად რომ მიუდგეთ ამ ამბავს, ქვეცნობიერში დალექილი შიშები უნდა გახადონ საჯარო. თორცდები ეგეთი ტერმინია ფიქრით მოყირჭება, აი ესეთი რაღაცა აქვს, ფროიდის ტერმინია, არ მინდა რომ შემეშალოს. მაგრამ აი ასეთი ტიპის აი როგორ გითხრა, რაც შენი რთული ნაწილია, რაზეც ფიქრი არ გინდა, რაც დამალული გაქვს. აი უნდა გადმოიღო, გაშალო და მერე დაიწყება შენი ნამდვილი ბრძოლა. მე არ მჯერა რომ ამის უნარი გააჩნია ჩვენ ზვირფას ოპოზიციას. და სწორედ ამიტომ ხედავთ ამ სპექტაკლებს, ახლა რასაც ხედავთ და ამ სპექტაკლის რესურსი რო იწურება, ამ დროს ხოცებს ახალი თემა შემოაქვთ ამათ დასახმარებლად. საგამოძიებო კომისია ესა ისა რომ თემა სხვაგან არ წავიდეს. რომ ადამიანების იმედგაცრუება, რომელიც ამ პროტესტების შედეგად გამომდინარეობს, აი პროტესტების წარმატებლობისგან, რაღაცით ხო უნდა გადავიდეს სხვა რამეზე. და ასე გჭირდება ეს რაღაცა სისულელე, რომელსაც კიდევ ერთხელ აჭრევ ხალხს. და ბოლო ვინც არის აი ამ ტყუილების გუდაში გახვეული. ბოლო არის ქართველი ხალხი, მოპროტესტე საზოგადოება, რომელიც ასევე არის ილუზიაში, რომ ყველაფერი კარგად არის. აი ჩვენ რო თქვით თავის დროზე, რომ იანვარში საცივი შეჭამს ამ პროტესტსო. პროტესტი გაგრძელდა იმიტომ, რომ ხალხმა არ უნდა აღიარება, რომ საცივმა შეჭამა პროტესტი. და ჩვენ მართლები ვიყავით. იმიტომ რომ ახლა რაც ხდება, გადავკეტეთ გზა 153 დღეს. ხოცები რო დაცინიან პოსტივის როა ყოველდღე გაზიარებული გზის გადაკვეთის ვიდეოები.
ხო უნდა მიხვდეთ, რომ ეს გზა არ იყოს სწორი, არ არის სწორი, არც იყოს სწორი. რომ იდეის გარეშე, ლიდერის გარეშე, მიზნის გარეშე, ხალხის ქუჩაში ბოდიალი არაფერ შუაში არ არის. ხო და აი თუ ამას არ ვაღიარებთ, სანამ არ აღიარებთ იმას, რომ ვიღაც ხალხი ვინც ამას სწორს გეუბნებოდათ, მანამდე, ну აი უბრალოდ როგორ გითხრათ, ისევ იგივეს გაგრძელება, ვიღაცის ჯინაზე, რაღაცის გამო, აი ნიშნის მოგებით, ლიდერად აღიარება ვიღაცა დაიტოვეს უცნაური ხალხის ყოველგვარი ბიოგრაფიის გარეშე, ყოველგვარი ბექგრაუნდის გარეშე, ყოველგვარი წოდნის გარეშე, ყოველგვარი რეპუტაციის გარეშე, ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე და რაღაცა გაღმერთება რაღაც დეგენერატობების. რომ არ მიგვიყვანს სწორ გზამდე. აი ამის სანამ ხალხი ამას არ აღიარებს, შეცდომის არ აღიარების გარეშე, რომ 4-5-95 შეცდომა იყო, რომ შეცდომა იყო ხმა არ დაიკარგოს, რომ სამდროში 800.000 ხმა დაიკარგა. რომ მანამდე სანამ ამას არ ვაღიარებთ, ასევე ვერ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ თუ რამე წარმატება გინდა, თბილისის არჩევნები მოსაგებია. ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ ხართ ხოცებთან შეკრულ, გვეუბნებოდნენ, აუ ეს ახართ ის ახართო. ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ მოდი მოვძებნოთ ვიღაც პატიოსანი კაცი, არაპარტიული, სხვა საქმეში მოპოვებული რეპუტაციით, რომელსაც არაფერი არ უღირს იმად, რომ ხალხმა დაუმსახურებლად აგინოს. დაუჭიროთ ამ კაცს მხარი თბილისის მერობაზე. და მოდი მერე გავაგრძელოთ რავშვებით, რომ ვიცოდეთ, რომ ეს ადგილი ხოცებს წავართვით. ჩვენ ვიცით წინასწარ, რომ აი ეს ხალხი, რომელიც უდიდესი ნაწილი მოსყიდულია, ნაწილი დეგენერატია, ამას ვერ მიხვდება, ან არ გაიაზრებს, ყველა თავისი კანდიდატით გავა არჩევნებზე, იქნება ერთი ამბავი, ორომტრიალი სიგიჟეები. მერე გეტყვიან მეორე ტურის წინ რატო არ უჭერ მხარს ვიღაც კანდიდატს, რომელზეც ისეთ კანდიდატს დააყენებენ, რომ გაგიტყდება მხარდაჭერა საბოლოო ჯამში. და წინასწარ შენ ამას ეუბნები, ისინი ამაზე უარს იტყვიან. ამ შეცდომასაც დაუშვეს არ აღიარებენ. პირიქით, ერთმანეთს დალანძღავენ იმის გამო, რატო ღებულობ არჩევნებში მონაწილეობას, ბოიკოტი გაყალბებულ არჩევნებს, აი ამ გიჟობას მოაწყობენ. ასევე შეთანხმებულად ხოცებთან. და ხალხი, რომელსაც ამის მიხვედრა არ მოუნდება. მაგ დროს გეკითხებიან, ჩვენ რა ვქნათ, გვეშველება რამე? ხო და მასე არ გვეშველება. არც უნდა გვეშველოს. ანუ, ჩემი აზრით, ამ არსებული პოლიტიკური სპექტრით, ამ ტყუილების გუდით, რომელიც მათ ზურგს უკან დგას, ამ ხალხით, რომელიც ყველაფერს ჭამს და საერთოდ არა კრიტიკული აზროვნების უნარი. მე არ ვიძახი ყველაზე, ჩვენ ბოლოს და ბოლოს 62,000 კაცი სულ მახსოვს. ადამიანებით, რომელსაც არაფრის აღიარება არ უნდათ, რომ რაღაც სიგიჟები ჩაიდინეს, ახლა სიგიჟები ჩადიან და აი ჯარიმები არ გადაიხადოთო, რომ ვეუბნებოდით. ჯარიმები არ გადაიხადოთო, უბრალოდ რომ ვეუბნებოდით. რას ლაპარაკობ, ეს იყო სამშობლოს ღალატი და ვინც ამ ჯარიმებს ხოცებს აფინანსებდა, ანუ ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში ფული გადაქონდა ხოცებისთვის, ეგენი იყვნენ გმირები. და სინამდვილეში შენ ჯარიმა გადაუხდელი ადამიანები გჭირდება, გამწარებული ხალხი, რომელსაც აი უსამართლობა შეეჩეხა და კი არ შეშინდება, არამედ იცის, რომ ამ ჯარიმას უბრალოდ ვერ გადაიხდის. ეს ჯარიმა უნდა ყოფილიყო უპირატესობა ოპოზიციის. იმხელა ჯარიმები 5,000 ლარიანი ჯარიმები ხოცებმა შეცდომა დაუშვეს. თუ მართლა გინდა ჯარიმის სულსხავი ეფექტი იყოს 500 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. 500 ლარიანზე ყველა მის რომ აბსურდია მისი გადახდა. და ეს ხალხი, რომელსაც ძალით ახდევინებენ, რომელსაც უბრალოდ აი დაჯარიმებული ხალხი, რომელსაც გადაწყვეტილი ახლა არ გადაიხდის. და ის 5,000 ლარი მართლა სხვა რამეში უნდა დახარჯო, კაცო, თუ გაქვს. ჯარიმებს როგორ უხდი ხოცებს? ამას რო ამბობდით, იგინებოდნენ. ხო და ახლა ხო გამოჩნდა, რომ ჯარიმებს ვერ გადაიხდის ეს ხალხი ყველა. და უცბად ყველა მიატოვა, უცბად დაწმარდა სიტუაცია. ნაცვლად იმისა, რომ ამას პროტესტი მოყვეს. იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში შეაჩვიეს ხალხი, რომ ჯარიმას ვიღაც იხდიდა. და უცბად ახლა რო არ იხდი, შეიძლება ეს პროტესტი სხვა იმას დაუბრუნდეს უკან. ვიდრე იმას, ვისაც ეკუთვნის, ანუ ხოცებს. ხო და აი ნახეთ ამ რაღაცის გაანალიზების გარეშე, ამ რაღაცაზე ლაპარაკის, მე ხო მარტო არ უნდა გელაპარაკებოდეთ ამაზე. ეს უნდა ხდებოდეს მეინსტრიმ მედია საშუალებებში. ამას უნდა ვარჩევდეთ. დღეს უნდა იყოს, აი, ხალხი უნდა ელოდებოდეს, რომ ლელომ გადაწყვიტა აღიარება და elodeba ხალხი. მისი ამორჩეველიც elodeba. ვიღაცას დაკარგავ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ჩაერთვება. გახარია მზად არის დღეს უნდა აღიაროს და მოყვეს არაფორმალური მმართველობის შესახებ. იგივე სიტყვაზე რა ვიცი, გვარამია ყვება იმის შესახებ, როგორ გამოვიდა ციხიდან, რომ რავი, მაგალითად ეუბნება ხალხს, რომ ხალხო, მე კი გამომიშვა სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ ეს სხვა შეთანხმების ნაყოფი იყო და ამიტომ არ შეიძლება ამ ადამიანზე ნდობა. ან ქალბატონი სალომე იძახის იმას, როგორ მოხდა მისი არჩევა. რა ტიპის შეთანხმებები არსებობდა მაგას და ხოცებს შორის? თუ მართლა გვინდა კაცო რაღაც გავიგოთ. მაგრამ აი ეს უთქმელი რაღაცები და ტყუილების გუდა, რომელიც ზურგს უკან გვიდებს, არის ჩვენი პრობლემა.
და სანამ ამას არ მოვრჩებით და სანამ ხალხი არ დაინახავს განსხვავებას იმ ხალხს შორის ვიზეც მევყვები და იმ ხალხს შორის რომელიც ამაში არ მონაწილეობდა რავი თუ იმეს უთყდება აღიარების დაწყება მოდი ჩვენით დავიწყოთ მოვიდეს ვიღაცა და თქვას რავი გირჩის დასაწყისი როგორი იყო მე არ მაქვს ინფორმაცია ყველაფერზე მაგრამ მეც მგრძნობ რომ გირჩის დასაწყისიც როდესაც ის 4 კაცი წამოვიდა პარტიიდან არის ნაცების დასუსტების ანუ აი როგორ გიხარ მე რო ბოკერია იყო მე შემდეგი რო გვარამია იყო რაღაც მსგავსი მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია მე არ მონაწილეობდი მაგაში მე რაც მაქვს ამაზე ნალაპარაკები მაქვს მაგრამ რაც არ ვიცი კონკრეტულად რაშიც არ მონაწილეობდი რაშიც პირდაპირ მოწმე არ ვარ ჩემს ნათქვამს არ გააჩნია ღირებულება მაგრამ ვინმე თუ ამას ჩემზე დაიწყებს ლაპარაკ პრობლემა არ მაქვს ჩემი წარსულით დავიწყოთ მაგრამ სანამ ამას არ დავიწყებთ მანამდე არაფერი არ გამოვა ჩემი აზრით და მანამდე ხოცებს სულ იქნება უპირატესობა და სულ იქნება შანტაჟის საშუალება